ბევრი ხვდება, რომ თქვათ რუჩს აქვს ძალიან დიდი დანატოვარი, იგივე პიგმენტაციის კუთხით, იგივე კანის სიმშრალით, ასაკობრივი ნიშნულების ჩამოყალიბებით. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც აქვს ეს მაღალი ცნობიერება, ვინც ანუ ამ მხრივ არის გათვითცნობიერებულია, ზრუნავს საკუთარ თავზე, დღეს რუჩთანაც უფრო სწორი დამოკიდებულება აქვს, ირუჭებათ სწორად, ცოტა დროით. სათანადო დროს. თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს, რომელიც ხელოვნურად რუჯს სთავაზობს სურველს, ესე ვთქვათ. აი ესეთი საშუალებების სარგებლიანობა ამ პირიქით ზიანი რა შეიძლება იყოს? ეს გახლავთ ძალიან დიდი მარკეტინგული მიდგომა ზოგადად ესთეტიურ მედიცინაში, ესთეტიურ ინდუსტრიაში. ამაზე ხმამაღლა განცხადების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის ცოტა დასაფიქრებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ექიმს თავისი გარკვეული მოსაზრება აქვს. აქვს თავისი გარკვეულად გვერდითი მოვლენები, უბრალოდ საყურადღებო გახლავთ ის, რომ დოზა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერში. ულტრაისფერ სხივებთანაც, იგივე სოლარიუმთანაც, თუ ეს იქნება სწორად გაწერილი, სწორად შეფასებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იყოს გარკვეული დრო წუთობრივად წრის მანძილზე გადანაწილებული. უბრალოდ არსებობს კანის დაავადებები, კანის ტიპები, რომლის შემთხვევაშიც ულტრაისფერი, ანუ ეს სოლარიუმის გამოყენება არც თუ ისე სასურველია. გარკვეული დაავადებები, რომელიც მასზე არ მოქმედებს კარგად. შესაძლებელი ადამიანი იღებდეს ისეთ პრეპარატს, რომელიც თქვათ ულტრაისფერ სხივებთან კომბინაციაში არ მოგცემს კარგ შედეგს. ამასაც სწორი კონსულტაცია ჭირდება, სწორად დაგეგმვა ჭირდება და შესაბამისად ადამიანის სურვილის შესაბამისად უნდა იქნას ეს გათვალისწინებული. ანუ შეიძლება პრობლემები ავირიდოთ თავიდან, უბრალოდ კონსულტაცია საჭირო ადამიანს. სწორად დაგეგმილი პროცედურით.